გამარჯობა პატივცემულო მაყურებელო მოგესალმებით პატივცემულო მებრძოლებო გამარჯობა ყველას ვინც გვიყურებთ ონლაინ ვინც გვიყურებთ YouTube-ზე და ვინც ჩვენთან ერთად ხართ აპლოდისმენტები ჩვენ მაშასე მეგობრებო თქვენ ხართ გამა Hateful Eighties კონფერენციაზე ჩვენ გველის 9 უმაგრესი ბრძოლა მათ შორის სარეიტინგო ბრძოლები და ასევე ბრძოლები გრან-პრის ნახევარფინალისა აპლოდისმენტები ძალიან მაგარი ამბავი მაქვს სანამ წარვადგენდე ჩვენს წყვილებს მე მინდა სასიხარულო ამბავი გითხრათ. ნუ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს გენერალურ სპონსორს კომპანია Leaderbets. Leaderbet-თან ერთად, როგორც მოგეხსენებათ, ბევრი სხვა მხარდამჭერი ყავს და დაგვემატა კიდევ ერთი პრემიუმ ლიზინგი, უღრმესი მადლობა პრემიუმ ლიზინგს. მაშასე მეგობრებო თუ შეარჩიე მანქანა და ფული გაკლდება ან თუ უკვე ყავს ავტომობილი და უბრალოდ გჭირდება ფული ორივე შემთხვევაში PLG დაგაფინანსებთ PLG ეკონომიური არჩევანი მაშასე მეგობრებო მზად ხართ? დავიწყოთ წყვილების წარდგენა. ბაკურიანი ამჯერად ჩვენთვის მოემზადა, წინაზე ძალიან დაცხა, უკვე თოვლიც აღარ იყო, ეხლა შეუჩერებლივ მესამე დღეა თოვლს, მაგრამ ჩვენ ხვალ ამ სიტუაციას მაინც დავადნობთ. ისეთი მაინც ცხელა ხო? მეც მცხელა, ცხელა. ხვალ უფრო დაცხება. მეგობრებო, ხვალინდელ საღამოს გახსნის ეგრევე ბრძოლა გრან-პრის დაგვიანებული 1/4 ფინალის ბრძოლა, რომელსაც დაიწყებენ საბა კვიჟინაძე. მომბრძანდი საბა. და ბაქარ გელენიძე მიკროფონი დაითრიე მეგობრებო ეს თქვენი ბრძოლა ცოტა დაგვეგვიანდა ერთსაც და მეორესაც ტრავმა ჰქონდათ მიღებულები ერთს თითზე მეორეს ცხვირზე კაი ომი გამოიარეთ ორივე რა სიტყვით რამდენად ძნელი იქნება როგორ ფიქრობთ ერთ საღამოს ორი ბრძოლის ჩატარება მოდი ბაქარის ვინაიდან უკვე ჩაუტარებია ესეთი რაღაცეები შენით დავიწყებ საბა Максимум говорите баканцо ძალიან მაგარია მაგრამ ნამდვილია ამიტომ თავის დასაუბრებლად შენ მაქსიმუმ შევდებ და უკან არ დავიხო ამიტომ მარტივ ბრძოლა ამბლადა ეკება ანუ მოტოქეებიო აქ მეც გავიგე და კოტესაც ჩაეცინა ბოროტულად ჩაეცინა და ანუ აპირებ ორი ბრძოლის ჩატარებას უეჭველი შესანიშნავი ბაქარ შენას იტყვი მოგესალმებით. თითქმის გამაში ყველაფერი მოგებული მაქვს რავი შენ მე მოგაიჩი. მე მაგრად გამიკვირდა და ჩინჩულაძე საერთოდ დათანხმდა. აი მაგრად გამიკვირდა.
ჯერ ერთი მე და შეშორის დიდი სხვაობაა წონის. შენ ხარ სადღაც 54 კილო და მე ვიქნებ 66-67-დან და აი პროსტა გამოდი ხარ საერთოდ ანუ ჩემი და შენი ბრძოლა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობას არ წარმოადგენს ვაფშე საერთოდ იმიტომ რომ ჩემთვის შენთან ბრძოლა იქნება ჩვეულებრივი გართულება აი შენთან გავხურდები და ზომბისთან შემდეგ ვიჩხუბებ მე ამ სიტყვებით შენ არანაირად არ გაკნინებ პროსტა შენ ჩემზე დონითაც დაბალი ხარ წონითაც დაბალი ხარ ყველანაირად დაბალი ხარ და პროსტა ეგ არა რომ გული გაქვს მაგარი რა ერთადერთ შენში რასაც ვაფასებ გული გაქვს მაგრამ იმის დალშე რავი აქ წეღან შერაც ილაპარაკე ორი ბრძოლის ჩატარებას ვაპირებო მე მგონი ზღაპრებში ხარ აი მართლა გეუბნები რა იმიტომ რომ შანსი მაგაში 1%-იც არა გაქვს როცა ჩემთან ამოდიხარ და იმას ვფიქრობ რომ შეიძლება მე ზომბისთან იჩხუბო რავი ან მოწიე ან კაი გამოძინება გინდა რავი ბიჭო დაუწყო ქემიკაი ამას შეხედე არა მომისმინე ერთი წუთი განსხვავებას წონის გარდა რაში ხედავ განსხვავებას წონის გარდა შენ მე მგონი სპორტის საერთოდ არიცი თუ მაგას მეუბნები წონის გარდა განსხვავებას მე და შენ შორის სპორტში ვერ ხედავ მე დარწმუნებული ვარ და ეხა დავწუნდი რომ შენ საერთოდ არ გაგიგება სპორტის მე გადავედი რა განსხვავებას ვერ ხედავთ მომის როგორ ამბობ რომ არ გამეგება როდესაც ჩემი ბრძოლა არც გაქვს ნანახი არც ერთი ბრძოლა მე არ მიჩხუბია ისე რომ ჩემი სრული პოტენციალი გამომეყენებინა მომის ხო ის ერთი ბრძოლაც ერთი რაუნდი გაგრძელდა ამიტომ რა იცი მე რას ვაკეთებ როგორ ბრძოლობ გაქვს ჩემი ბრძოლა ნანახი მიუხედავად იმისა რომ ერთი ბრძოლა მაქვს მე წაგიკითხავ ხვალინა დღეს რა მოხდება შენ ამოხვალდა პირველ რაუნდში წავაგებ. მეტი არაფერი არ მოხდება. დარწმუნებული იყავი რომ პირველ რაუნდში არა. სამივე რაუნდს ვიჩხუბებთ და ბოლოს გამარჯვებული დავრჩები მე. მე დანარჩენ წარმატებებს გისურვებ. როგორც გამოხვალ, რანაირადაც გამოხვალ, მაგრამ გამარჯვებული დავრჩები მე. ბიჭო, ძალიან ფიქრებში ხარ. სად ბალახობ, სად ახარ? გამაში ხარ მოსული თუ სათამაშოდ ახარ მოსული ნაღად ვერ ხვდები. გამაში ვარ მოსული. მე გადავედი 55 კილო ხარ და მეჩხუბები. მომისმინე არ რაუშავს, მაგ 65-ებში ჩატარებული ბრძოლა. სად გაქვს? მოაიტაიში მაქვს გერმანიის ღია ჩემპიონატზე მაქვს 2 ბრძოლა ზედიზედ ჩატარებული. ერთადერთი გავიგე რო ჩატარდა პირველი ივენთი, გრან-პრის პირველი ივენთი გნახე მაშინ. და ვიჩხუბობო 62 ნახევარში და 54 კილო ვარო და რავი, მე მეგონა რომ მეღადავი. არა მაგას ხვალ ნახავ. აი, ერთადერთი ვიცი რომ შანსი არა გაქვს. აი, არანაირი შანსი არ გაქვს, იმიტომ რომ მაგ ყველაფერს ხვალ შევცვლი ცოტა. წეგან შენ საერთოდ, ანუ სპორტს და ვინ სპორტი იცის, იმას შეურაცხყოფა მეყნე იმ პონჩი რომ მე გავივლი ბაქარის შენი სიტყვებით დავამარცხებ და შემდეგ ვეჩხუბებ ზომბისთანო და ეს არის რავი. შეიძლება ის უფრო რეალური იყოს, მე რო უცხო პლანეტაზე ავიდე, ვიდრე შენ მე ხვალ მომიგო. მაგას ნახავ ჯერ ერთი წონებშია სხვაობა სულ ოჩხუბი არ ვიცოდე ბიჭო 10 კილოთი შენზე მეტი ვარ რო დაგატყდა შეიძლება გაგაძვინო მაკაპიშონიდან მე გადავედი რატო უნდა ვიყო რაღაც ეს შეშინებული რადგან 10 კილოთი მეტი ბიჭო შეში არაფერში არა პროსტა განსხვავდებით მარტო წონა გაქვს 10 კილოთი მეტი არაფერი всё შენ ძმაო გამას მე მგონი საერთოდ არ უყურებ ხო უყურებ შენი ბრძოლები ყველა როდის ჩატარდა წინა ივენთი ყველა ნანახი მაქვს როდის ჩატარდა წინა ივენთი როდის ჩატარდა ვა შენ იც არიცი ვის ვეჩხუბე წინა ივენთის სახელი ვალერის და უყურებ ბრძოლას და რა დაინახე მაგ ბრძოლაში ფოტოშორის მე უფრო მეგონა რომ ვალერს მიცემდნენ იმ უპირატესობას იმიტომ რომ რა ვიცი ისეთი გეტყარო რავი მეგონა რომ უეჭველი იმას მიცემდნენ ამიტომ ვის ეგონა რომ ვალერის მიცემდნენ მაგ ბრძოლას წინა ივენთზე მე და ვალერიმ რო ვიჩხუბეთ ვეგონა ვინმე ეს ვის ეგონა? ანუ თქვენი აზრი მაინტერესებს. ხო სპორტსმენები ხარ და ხო იცით არა? რანკოს ეგონა. შენ გეგონა რომ წინა ივენთი. შენ ეგ ბრძოლა არ მოგიგია. ბიჭო, ერთი წამი. მაგარი კლასია ჩვენ ეხა მოკლა. ერთი წამი. არა, ერთი წამი, არა. დამამთავრებინე რას გელაპარაკები? შენ გეგონა რომ მე ის ბრძოლა წავაგე? შენ გეგონა რომ მე ის ბრძოლა წავაგე? ვისგან ელოდი მეც? ნათლიასგანაც. ბევრად მეცველოდი, რომ როგორ ჩენი ჩხუბი მე ვიცი, ნათლიას ჩხუბი რო ვიცი, მეცველოდი. აი მაგას გეტყვი მე. რას ელოდი მეც? ყველაზე მაღალი დონე ვანახე გამაში, აი მაგ ჩხუბით იმ დღეს. არა, ყველაზე მაღალი. შენ თუ ეხა ჯინზე მელაპარაკები რო აი მე და შენ რო ეხა
შეხვდებით და ვიჩხუბეთ და ჯიზი მე არ გელაპარაკე მე დარდიან მაქვს მელაპარაკები რომ აი მე და შენ მოწინააღმდეგები ვარ და ორი ბრძოლა ჩავატარე და გვაქვს მე და შენ დაპირისპირებ ერთმანეთს მიმართ მე ხვდები რომ შენ აქედან გამომდინარე მელაპარაკები როგორც პროფესიონალური აზრით შენი გადასახეთიდან ეგ საერთოდ არ არის შენ პროსტა მეუბნები იმას რომ აი მაღალი დონე ვერ ანახეო და რა მაღალი დონე ვერ ვანახე მაგ ბრძოლაში ბიჭებო ეხა კაი შენ დამთავრე ხო სიტყვა ეხა მე მისმინე კარგად აგიხსნი ჩემი და შენი მომხდარი არის მარტო სპორტული ინტერესი მე პირად არასდროს არაფერი არ გადამიტანია მეც ეგრე ვარ და რაცა დამამთავრებინე შენ ეთახმები ახლოს მიიტანე ახლოს დამამთავრებინე შენ ეთახმები ამას მე ხო შენ მოგისმინე მიდი შენ მე დატوار მისმენ გისმენ მიდი ერთი წუთი იმიტომ რომ არ არის ლაპარაკობ ისეთ ადამიანს ეთახმები საერთოდ ჩემი აზრით სპორტი არ იცის ამ ბიჭმა აი მაგას რატო აკეთე მასე დასკვა ამ ბიჭს სახელი მე ველაპარაკები სპორტიდან გამომდინარე რომ ამ ბიჭმა საერთოდ ხო მაგრამ რატო არ იცი შენ ამ ადამიანის შესახებ არაფერი და რატო იზრდება ვინ არ იცი სპორტი როცა სპორტმენს აფასებს ისე რომ მისი ბრძოლა ნანახი არ გაქვს არ მესმის რა მითხარი ამ ადამიანის შესახებ არაფერი არ იცი და იზახი რომ სპორტში ვერ არ ვიცი წინა ბრძოლას უკვე არაფერი არ იცის ბრძოლა ნანახი არ აქვს მოწინააღმდეგეს და რას გადამ და წინასწარ ლაპარაკობს ბრძოლა არ 54 კილოა ამოდი ჩემთან და მეუბნება რომ ბაქარისო გავწდებიო და ვეჩხუბებისო ზომბისო და მისმინე ძმაო ეხა ეგ რეალურად არ წარმომიდგენია ძმაო იმიტომ რომ საერთოდ დონე ამის დონე და ჩემი დონე საერთოდ ვაფშე განსხვავდება ერთმანეთს ყველაფერი ხდება ცხოვრებაში შენ შენ მაგას ვერ იტყვი 54 კილოა ძმაო მე გავიგეთ რომ 54 ვარ გავიგე ვიცი შენ რომ მე მოგიშვირო შენ რომ მე სახე მოგიშვირო ძმაო და შენ რომ მე ხელი დამარტყა ხო ვაფშე ვერავის ვერ იგზნობ მაგას ფორმა გითხარი მაგას ფორმა 54 კილო მომისმინე მე რომ გამაბრუას 54 კილო მე რომ გამაბრუას საერთოდ ვაფშე გამას დავტოვებ ძმაო მე გადავე ერთი წამი სანამ კითხვებს დავსვავდეთ ხო ცოტა გაგვიგრძელდა ლაპარაკი თუმცა ამდენი აჟიოტაჟი მათ შორის იმან გამოიწვია არ არიალუს ლაპარაკობს ბაქარი გავწდებიო და ზომბის ვეჩხუბებიო და მართლა სადისტი ხარ პიტბულის სიტყვები რო გავიხსნა უძინარი ხარ შენ რა ბაქარი სად ბალახობ აგერ ეს ერთი ჩხუბი რომელიღაც ახლა ცოტნე იქნება თუ შენ იქნება ვიღაც ერთი ხო მოიგებს გამაში ნიჩია არ არის და ვიღაცა შეხვდება რა თქმა ვინე ნერვები მეშლება საღაციდან მოვიდა 50 კილო და გაგწდებიო და მე გადავება თქვენ ერთ-ერთი თქვენგანი შეხვდება ზომბის და მინდა ზომბის ვარაუდი შენ შეგისწორებ ერთ-ერთი ჩვენგანი არა ანუ მე ერთ-ერთი საბას აზრით საბა და ეხლა რატო ზომბის დაუძახებ მე თუ შეგიძლიათ ზომბის რომ მიართვათ ეგ მიკროფონი და ზომბი შენი აზრით ვინ მოვა შენამდე და ასე ვთქვათ შენ რა სიტყოდი ვისელი მოგესალმებით პირველ ჩემ ადგილას დადექი კარგად გამოჩნდებით სამივე მოგესალმებით პირველ რიგში მე ვარ მაესტრო კოტეჯ კადუა ზომბი ნუ თავიდან ბაქარმა როგორც დაიწყო ლაპარაკი ანალოგიური თქმას ვაპირებდივე ბაქარის მაგივრად მაგრამ თქვა მაგასმა თავის საქმე ჩამოგიყალიბა რატომაც გონია რომ დაგამარცხებს და ეგრეა ნამდვილად მეც მაგავთვლი მთელი ჩემი ბრძოლის კემპი რაც გავიარე ჩემ დარბაზში ბოქსის დარბაზში და ჩემ ტრეინერთან ერთად მორგებული იყო შენზე შემოძვაო ვინ შევა და ცოტნე მოვიდეს შენამდე რა საკეთებ ვაი რატო ცოტნე სულ ცოტნეს გეძახ ბოდიში დიდი საბა რომ მოვიდეს შენამდე რაღაც დოზით სასწაულების ვჯერა და მე 100% დავიჭერებ ყველანაირ სასწაულს მაგრამ სასწაულების მოგიწევს რა სასწაულს ის სასწაული ჯერო მე ეს ხვალ მომიგებს ეს არა უკვე შეგისწორე სახელი ბაქარი ისე ვერ დავიმახსოვრო შენი სახელი 400-ს გაშედება შენ ჯერა რომ საბა მე ხვალ მომიგებს მაო მეც მჯერა მე გთქვი რომ მომიგებს კაცო მე მგონი ყველას გაპარჩიკათ ჩემი აბოიე აი კი არ მჯერა უბრალოდ ვიძახი მაგას რომ ნუ წონა გაქვს ძალიან პატარა ძმაო 56 კილოგრამში რომ მოინდომო შეიძლება შენი შემჩერებელი არავინ არ იყოს 56 კილოში მაგრამ შენ 62 ნახევარში გრამში რა გინდოდა და კიდე ბევრი ვინც მანამდე გავიარეთ მაგას რა უნდათ არ ვიცი უბრალოდ ხო და კიდე ისიც თქვაც მინდა რა სათქმელი უკვე არაფერი დამჭა მაგ ბრძოლაზე ხოლმე და ბაქარი ვიჭყობებთ 100%-ით მაგაში ვარ დარწმუნებული ჩემი სამომავლო გეგმებზე რაღაცა ცვლილებები შეტანა მინდა ხო და მაგას ჩამოვაყალიბებ ბარემ გრამპის ჩამთავრების შემდგომ 65 კილოში მინდა ისევ დაბრუნება
60 კილოში როგორც იცით პირველ ადგილზე წერი ვარ და აკაკ აკრიაშვილის დაბრუნების შემთხვევაში ეგ პირველი ადგილი აკაკ აკრიაშვილს ეკუთვნის. ხო 65-ში ვწვდი ჩემბედს. კიდე 60 კილოში თუ ვინმე ჩემთან ჭუბის ინტერესი აქვს, მაგის გამო 60 კილოში ჩავალ. კიდეს ლევან გუდიანი ციკლაური იყოს, რაღაცა ინტერესი ქონდა, ჩემს სახელს გაიძახოდა ხოლმე რინგიდან, არ მაქვს პრობლემა არანაირი. 65 კილოში ბევრი ისეთი ბიჭები არიან ჩემპიონის თამადობით, რომ მე მათთან ჭუბი და რინგის გაზიარება ძალიან გამიხარდება, რა თქმა უნდა, შიშველ ხელებზე. შესანიშნავი კოტე. კიდე ერთი რამე არის გამა ლეგენდის კამარი, როგორ ქვია მაგას, ბიემ კამარის გათამაშებას რო აპირებ, 65 კილოში დიდი ალბათობით იპოვი ისეთ ბიჭს, ვისაც ეკუთვნის მაგ. ჯერ მოიცა ეგ, ნუ დაასპოილერებ, ეგ არც დაგვიანონსებია არანაირად ხა, ამიტომ ამაზე ნუ ვილაპარაკე. კაი, ეს გამოვიღო თემით, მაგრამ მაგის თქმა მინდოდა რა. ხო და ხვალე მე ვაგვის ვაფასებ დუხის გამო, მაგრამ ეგ არასწორი ნაბიჯი იყო ჩემი მხრიდან და მე ვისურვებდი ბაქარის შემხედრო და ისე რომ რინგზე არც ამოსულიყო და არც გაოფლიანებულიყო. რადგან მარტო გაოფლიანება მოუწევს მაგაც. და ხვალ რომ მე შეხვდე მაგაზე რას ფიქრობ? ხვალე რომ შეხვდე სამთვიან დუმილის აღთქმას დავდებ შენ ბობას ვისაუბრ. არა, გაგიჭირდება. აქ მოიცადეთ ერთი წამი ბიჭებო, კითხვები გაჩნდა, ამიტომ ჯერ მოგესალმებით ყველას, მე ვახოვარ ციკლაური. აროჩე, ნახე რა ხდება ეხლა რა, რისი თქმა მინდა. კი, მესმის, მე ბაქარის ბრძოლებს უყურებ, ყველას ბრძოლა ნანახი მაქვს აბსოლუტურად ყველა მებრძოლის, იმიტომ ვარ გამაში რომ ყველას ბრძოლებს თვალი ვადევნო, ყველას უგულშემატკივრო, ნუ არავისთან გასაყოფი პირადი ინტერესი არავისი არ მაქვს, ღმერთმა დამიფაროს რინგზე რა თქვი და ესეთი რაღაცები, მაგრამ რა ხდება ეხლა არის კიდე მეორე საკითხი რა. შენ რამდენი ბრძოლა გაქვს ჩატარებული და მე რამდენი ბრძოლა მაქვს ჩატარებული. ნახე ეხლა მე უნდა ვეჩხუბო ნაირს, ხო ნაირს აქვს ძალიან ბევრი ბრძოლა ჩატარებული. მე მაქვს სულ რაღაც 6 ბრძოლა ჩატარებული. შეიძლება სულ არ კონდეს ნაირს ნანახი, ხო? ანუ ჩემი ბრძოლები და რომ მითხრას რომ მე აი შენ ბიჭო ვაფშე სად ახარ, ანუ სად ბანაობ, ან სად აგაკ ვაფშე სად გიჩხუბია, ხო? ეს დამოკიდებულება ნახე არ არის რა მართებული, რატო იცი? ანუ შეიძლება სულ ერთი ჭხუბი მქონდეს ჩატარებული, შეიძლება სულ არ მქონდეს ჭხუბი ჩატარებული და სულ ქუჩიდან ისე მოვიდე რომ ქუჩაში მაგარი მებრძოლი ვიყო, ანუ მე უნდა მქონდეს იმის საშუალება და პერსპექტივა, ანუ ხო ყველა მეთანხმები თამაში რომ მე ვიჩხუბო და დავანახო ყველას რომ შემიძლია რა. მე მაგალითად საბაში ძმაო, საბაში ვაფასებ აი ამ ყველაფერს რა, ვით როგორ გინდა ისე მიიღეთ რა, რომ ბიჭი აგერ მით უმეტეს რა 54 კილო მაქედან გამომდინარე უნდა მიუდგე ისე რომ უნდა ჩაიხუტო გულში, იმიტომ რომ პატარა არის, წონითაც პატარაა, წლოვანებითაც ჩვენზე ყველაზე პატარაა და იმენა ჟირკით მოდის თან შენთან დგება, ყველა მის როგორი მებრძოლი ხარ, კამარი გაქვს მაო, გენაცვალე შენს თავდადებას ვენაცვალე, წეღანდელ კიდე კითხვაზე რო იყანო შვიდ, ბიჭო არა, შენ გადადიხარ ხა პირადში გულში უნდა ჩაიხუტო. ამ კაცმაო, ამ კაც ისეთი გული აქვს შეიძლება, კაროჩე, აქ არ კონდეს არავის გული, მაგრამ ბიჭო, ბაქარ მომის არა, ცა მომის მე ამის დონე, ჩემი დონე, თორე ამის გული და მიკროფონი რო ვითხოვე, მიკროფონი რო ვითხოვე, იმიტომ ვითხოვე, ჩემას დავაფიქსე და მე მოგისმენ ვალში სხვათემაა, ძმაო. მომის მე რას ვიცახე თუ გინდა მე დავიოთ რეჯერ ვიჩეკ უკვე ერთ დონეს გული დამამთავრებინეთ რა. აქ ძმაო ნახე აქ დონეებით რო ვაფასოთ გამიგე, ყველა მაშინ არ ვართ ერთმანეთის დონის გამიგე, მე არ ვარ მაშინ ნაირის დონის, ხო ესე გამოდის რა. იმიტომ რომ ჩემზე გამოსტილი ხო ჩხუბები მომის მინე მე ჩხუბები ხო და ისე გეჩხუბება ხო და მაგარი გულია მაგრამ ესე რომ შენ არ უნდა იგე. ანუ სპორტი არ იცი გამიგე, ეს ცუდი ის არის რა შეხედულება, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით სპორტი, ჩვენ ჯერ ისეთი სპორტსმენი ვიყავ, თოფურია ყავს, იქ მერაბი ყავს, ვიცით უკვე სპორტი რატო შენ რო გიდგება ისე მაგიტო და შენ მოგიგებოს მე რა თავის იმედი აქვს, მაგრამ როგორც ყველას გვაქვს თავის იმედი აქვს როგორც ყველას, როგორც შენს, როგორ მე და როგორც ყველას მაო. არ უნდა კონდეს თავის თუ თავისი მე რა სამადი რა სამკიცი 54 კილო ჩემი თავის გენაცვალე მე ვარ 75 კილო ხო მე 100 კილოს ვეჩხუბები ძმა იმიტომ ჩემი თავის გამიგე შენ შენი პირადი ასია შენი პირადი შეხედულება მე ვეჩხუბები ძმა მე ვეჩხუბი მიყვარს გამიგე და არ ვეჩხუბე ნაირს უდგები ძმა ბიჭი ნახე რამხელაზე გამოსტილია ქუჩაში ვეჩხუბო შეიძლება ქუჩაში ვეჩხუბო მაგრამ სპორტ შეიძლება არა რა აქ შეიძლება უკვე აღარ არის აქ იმენა არ ვეჩხუბები ძმა შენ არ ეჩხუბები არ ეჩხუბო მაშინ საბასაც არ ეჩხუბო ძმა თუ ასე გიდა გამიგე არ ვეჩხუბო აბა რატო იცახი მაშინ ხო პატარა მე საერთოდ ვისახი ძმა მაგიტო რატო არ გინდა რატო არ მინდა იმიტომ რომ ეს არის 54 კილო მე ვიცი ძმა მოკრივეები 54 კილოები ქვეყა დაფრინავე ძმა და ხარ ჭამენ რა მე ძმას არ აქვს ნიშნულობა წონით კაცობა და წონით არგანიზაცია არა ძმა შენ და დავიწყე ძმაო და მაგიტო გამოვარდი მიკროფონი ჩემი აზრი დამეფიქსირებინა და მოდი შენ მე ძმა მომისმინე და ხო დააფიქსირი მაშინ წეგან ხო დააფიქსირი უკან მიკროფონს ხო დააფიქსირი ჩემი ძმა მაგიტო გამოვარდი მასე მოусმინოთ ერთმანეთს დამიჯეროთ მაგარაზე რომ მაღლადიო, მაგრამ არ ვაპირებ, იმიტომ ბაზარი
არ არის, ეგ შენი გეგმები არის, ეგ შენი გეგმები არის. მე ამას განაპირადულად ვილაპარაკები, ვილაპარაკი პროფესიონალურად. ვიცი ძმა, ვიცი, გისმენთ და ვიცი მე ძმა 10 კილოთი ზედმეტი ხელი მომხვდეს. ის შეიძლება ისეთი ტრანო ავიკიდო. მე რა გინდა არეშინია ძმა, ამ ტრანოების ხო უნდა ჩხუბი რა. უნდა ჩხუბი და ყოველს ასე უნდა ჩხუბი ბიჭო, აწია, წინ მე რა ჩავიდეს 54-ში და ბიჭო 10 წლის ქუჩაში ჩხუბობდა. მე რა მაგის დედავა არ შეიძლება რომ იჩხუბოს 20 წლის ბიჭმა 54 კილოში კონტესტა რატო ვერ უნდა მივიდა აი შენ რო გაგცდეს მე შენ რას აკეთებ შენ რო გაგცდეს რას აკეთებ წავალ ვაფშე ბაზარი არა ძმა ბაზარი არა ბაზარი არა ნახე უყურე არა ზოგადად არავის ასლა არ უნდა ძმაო ჩვენ მებრძოლები ვართ მე არავის არ ვიტყვი ამან რომ მომიგოს მე წავალ რატო ძმაო მერტმა ყველას ხელი მოუმართო ძმაო ბაზარი არა ვაფასებ მე ვაფასებ შენს რომ მას და შენ ყველაფერს ვაფასებ მე რომ მომიგოს ძმაო ცხოვრებაში მაგრამ მე საბას შემართებას მე ვაფასებ ძმაო კანა არ ვაფასებ ბიჭო მე მაგას კელაპარაკი იჩხუბოს ზედმეტონაში მაგა იჩხუბოს თავის იაზე თავის ცხოვრებაში რატო უნდა იჩხუბოს ბიჭო და ზედმეტ 10 კილოთი რატო ძმაო ნახე მე რა 20 კილოთი მოხდეს ჩემთან აქ ნასპარინგები ძმა ჩემთან აქ ნასპარინგები ძმა 80 კილო ვიყავი მე რო ვესპარინგებ რა და მოხვედრია ხო მოხვედრია ძმა არაერთხელ ბრატ მაგრამ ფეხზე იდგა არ დაცემულა ძმა შენ სპარინგინა ჩხუბის სხვადასხვა არ არის ძმა არის მე სპარინგებზე მე მომისმინე გამაში 6 ჩხუბი ხო მაგ გამაში 6 ჩხუბი მაგ აგე ძმა გიოს კითხოთ გამაში 6 ჩხუბი მაგ და მე გამას სპარინგებზე მე ისეთ სპარინგები მაგ ჩატარებული შეიძლება გამაში არ მეჩხუბა ეგრე გამიგე ძმა ხო და მიდი შენი ცხოვრება გვაქვს ჩვენი ცხოვრება გვაქვს გამიგე იმას თავისი აზრი გააჩნია ჩხუბი უნდა და ეჩხუბი ხო და მისას არ ვეთახმები მე ძმა თუ ვინმე სპორტი იცის და თუ ვინმე თავის მიხედვა იცის და ვინც პროფესიონალად უყურებს სპორტს თავის მიხედვა ჩხუბი უნდა ბიჭო რატო არ უნდა უდოდეს 20 თავის მიხედვა რომ მიდოდეს ვაფშე არ მოვიდოდი თავის მიხედვა რომ მიდოდეს გამაში არც მოვიდოდი არც ვიჩხუბებ და სპორტს არც მეკარებოდი შენ თუ თავის მიხედვა არ გინდა მომისმინე მე ჩემ თავზე პასუხისმგებელი ვარ მე და შენ რატო ნერვიულობ მაგას 10 კილოთი მეტი იქნები თუ ნაკლები ვიქნები თუ რა იქნები ანუ შენ გამოდი და მებრძოლე უბრალოდ ტოფსო დასაფასებელია ეს აპლოდისმენტები დაუკრათ და ბატონ ჭავჭავაძეს აქ კითხვა. ბაქარ, როგორც გავიგე წეგან ახსენე რომ ვერ გამაბრუებო რა. მიეცი ამ ბიჭს ისეთი ჩელენჯი და ისეთი შანსი რომ დაუდგეს თენდენბეგზე და რა ვიცი მოგარტყას, მოარტყა და შეიძლება გაგაბრუოს. ანუ ადამიანები ვართ ხო იცი? რა პრობლემაა? ანუ დაუდექ და მიეცი მაშინ ანუ თუნდაც დააფასე ამ ბიჭის ეს საუბარი და მიეცი. არა, ანუ ხელებს ჩამოვწევ, მივიღებ და გამაბრუებ. ანუ შენ რას მეუბნები, ეს სახით მივიდე და შოშია ეგ. ანუ აიფში ხარ მე მგონი შეც ჩემი ბიჭო, არა ნახე. ანუ ძალიან ისე გამოგდის ეხა რომ რაღაც ხრივ საბას ჩაგრავ და პირდაპირ გეუბნები რომ მიეცი მაშინ იმის საშუალება რომ დაგაზიანოს. საშუალება არ არის ხვალ გავაკეთო. შენ როგორც ამ ფერთი რაუნდიც არ უნდა გავუვიდეს ისე გამოხვალ ამ რინგიდან. ჩვეულებრივად. და რა იცი? ჩვეულებრივად. ხო და მიეცი იმის შანსი და შანსი არ არის ხვალ ჩხუბო. დაუდეკ გაცლები. ხვალ ავდივარ და მეჩხუბები მეტი რა გავაკეთე. ბაზარი არა 10 კილო ძალიან ბევრი სხვაობა არ მაგრამ დაუდეკ გაცლებში და ყანუ დარტყმა ყოველთვის შეიძლება დაბალ მებრძოლს მეტი ქონდა. ბიჭო, თქვენ ჩემი ბაზარი გაიგეთ თქვენ ამბავს კი ვაკნინებს მაუ და დაბალდონეთ კი არ ვხედავ. ამის გული დიდია, მაგრამ პროსტა ამის შესაძლებლობები არის ნაკლები. ბიჭო, ამას ვლაპარაკობ და თქვენ გადაგაქვთ ყველას პირადულში რომ აი ეს რატო აკადრე. ეს იმიტომ უთხარი ბიჭო რომ ჩემი შესაძლებლობები რა იცი. მე ბიჭო, ბევრი მიჩხუბია და ბევრ ადგილას ყოფილი ვარ და ბევრი მომხვედრია. დავარკინე ვარ კიდეც, მაგრამ მე ვიცი მორტყმა რას ნიშნავს და შენ მორტყმა ალბათ ბევრი ჩხუბები ჩანტერები არა გაქვს და მორტყმა და დაძინება მით უმეტეს თუ იცი დაძინება რას ნიშნავს სიტყვაზე და გათიშვა რას ნიშნავს კაროჩე ხო შენ თუ ეს იცი ეს ადამიანის ზიანი საიდან მოდის მე ბაქარ მომისმინე მე მომხვედრია მე რომ მომხვედრია შეიძლება ბარეულს არ მოხვედრია გამიგე ანუ შენ არისიო ალბათ მორტყმა რას ნიშნავს მე რო ვიცი ბარეულმა არის მაშინ მორტყმა რას ნიშნავს გამიგე თუ მეტეს თუ რატო მეუბნებია არისიო თუ იცი რამხელა მაგიტო ლაპარაკ არა უშავს მაო ბძოლა არის რინგია ჩხუბია ძმაო ეს არის ცხოვრება მაშინ არ მოვიდოდით აქამდე თუ გვეშინია და თუ არ გვინდა მოკლედ შიში არაფერს ვაშია ის სპორტია და პროფესიონალი რო არის ჩხუბო ძმაო მაგალწონაში რატომ უნდა იჩხუბოს ბიჭო როცა 40 არ შევა აბა 50 კილო არ არის 80-ში ვიჩხუბო მე იქნება მინდა რომ ხვალ 80-ში ვიჩხუბო ძმაო რაკნას აბა 50 კილო არ არის ძმა გამაში და 50 კილოში იჩხუბო მე მონახავს ვიღაცას და იჩხუბებს ბიჭო კოტე კი ბატონო თქვენს დააბრუნეთ მიკროფონები რავი მე მგონი უკვე ჭაჭყანში გადაგვესაცა და კი ბატონო აგერ
მეც სხვანაირად არ გაიგო ლაპარაკი. ანუ მეც კი არ ვაკეთებ მაგვიც უბრალოდ რაც თქვა მე სწორად გავიგე სპორტული გამოცდები და გამომდინარე ლაპარაკა და მსგავსი აზრი მაქვს მეც. ცუდად არ გაიგო ძმაო. 56 კილოში გაქვს შანსი. შეიძლება ჩემპიონიც გახდე მაგ ზონაში. მაგრამ დიდი ზონა მაინც უსხვა. დიდ ზონასთან მე ვიჩხუბე წინა ჩხუბი გოგიასთან რო ვიჩხუბე ისიც ზუსტად მსგავსი სიტუაცია იყო და მაგ გამოცდება დიდ ზონასთან როგორია საჩხუბარი. მით უმეტეს მინუს ქულები როცა რა აქვს დიდ ზონას. ასე რომ რავი. მგონი ერთხელ არ მithქვია უკვე რამოდენიმეჯერ ვთქვი რომ მაქვს დიდ ზონასთან გამოცდილება უკვე და 65-ში მიჩხუბია თქო. მაქვს ზედიზედ 2 ბრძოლა მაქვს ჩატარებული. მოაიტაი არც თუ ისე მარტივი სპორტი არ არის, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არ აქვს ნიშნულობა 10 კილოთი მეტი იქნება თუ არა, მე გამოვდივარ საჩხუბრად, გამოვიდეს და მეჩხუბოს. ვსო. მოდი. სამივე დავაპირისპიროთ, ჩემი ის არის. პირისპირ სამივე ერთმანეთთან გაუყარეთ ყველა თვალები ერთმანეთს. კამერებისკენ! სამივე კამერებისკენ! ძალიან მაგარი ბრძოლა გველის. ბაქარი გაიზიარებს საბაკუჟინაძესთან. ისე ცოტნე მინდოდა მეთქვა რა მჭირს. მე მომხდა ეთყობა ბევრი, რა ვიცი. საბაკუჟინაძე ბაქარისთან შეხვდება, მათ შორის მოგებულები გაიზიარებენ რინგს უკვე ნახევარფინალში კოტე ზომბიჩკადუასთან. ძალიან მაგარი ბრძოლით გაიხსნება ეს საღამო და ძალიან მაგარი ბრძოლა ელით წინ ბიჭებს. აპლოდისმენტები. აჰა, ესე იგი, შემდეგი ბრძოლა გაიმართება 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და პირველ მებრძოლს მე ვუხმობ გურამ კვარაცხელია. მიკროფონი დაითრიე გურამ და გურამისთან რინგს გაიზიარებს ლუკა გასიტაშვილი. გაუმარჯოს ლუკა. გურამ წარგვიდგინე შენი თავი და მოგესალმებით, მე ვარ გურამი კვარაცხელია. რაც შეეხება ხვალიდან დღეს, პირველად ჩავატარე წინა ივენტზე ბრძოლა, იმაზე შედარებით უფრო მაგარი ნავარჯიშები ვარ, მაგარ ხოძე ვარ. რაღაც პატარ-პატარა რაღაცები იყო, შეცდომები, ის გადავხედე ჩემ ჩხუბს, რა თქმა უნდა და გამოვასწორე ეგენი და როგორ გითხრათ, სიმართლე ძალიან მაგარი ხოძე ვარ რა. და რა ვიცი, ვალოდები ხვალიდან დღეს. ვეცდები კი არის ასე იქნება, უეჭველი ვიცი რომ ასე იქნება, რომ მე იმ დონეზე მინდა რომ კაროჩე სახელი გავვითქვა, კაროჩე იმ დონეზე, ანუ ვეცდები რომ პირველ რაუნდში ვერ ამა, მეორე რაუნდში უეჭველი მინდა რომ დავაძინო ეს ადამიანი. წარგვიდგინე შენი თავი. პირველ რიგში მოგესალმებით უყველას. მე ვარ ლუკა გასიტაშვილი, 22 წლის. გამოსვლება მაქვს კრივში. მოგეხსენებათ გამოში 2 ჩხუბი მაქვს ჩატარებული, 1 წაგება, მეორე მოგება მაქვს. მესამე ჩხუბი იქნება ხვალ. ამ ბიჭთან და რა ვიცი, რაღაც ცოტა ზედმეტი ის გაქვს დარწმუნება შენ თავში და არ ამგონია ეგ პირველი მეორე, აი არ ვიცი რომ მე რაუნდში რას ფიქრობ დამაძინებ, მაგრამ მაგის შანსია და ეგ აქვს. აი მენა შანსი არა. ნახავთ ყველაფერს ნახავთ. ხვალე ბალეში წამოვიღეთ რომ თავი რო დადო. ბალეში წამოვიღო? თავი რო დადო. კაი რა გაუნა. კეთილი. რა ბიჭებო, ესე იგი გურამი დარწმუნებულია რომ დააძინებს, ლუკას არ ეძინება, სათქმელი მე მგონი აღარაფერი დარჩა. დააბრუნეთ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ერთმანეთს. შეკითხვა დიდი ბოდიშით, დაუბრუნეთ მიკროფონები ბიჭებს და
ბექას გადაეცით მიკროფონი დიდი თხოვნაა. ბექა ლომსაძე მეგობრებო, გამას მებრძოლი. გამარჯობათ. გაგიმარჯოს ბექა. მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, ბრძოლობ 76 კილოში. გვარაცხელია ხო გვარაცმო? კი. სახელი როგორ მოგმა? გურამ. გურამ, ხვალ შენ თქვი რომ ხვალე დააძნევდი, შემოწინააღმდეგეს ხო? ხვალე როგორც შენ თქვი რა? კი. ფიქრობ რომ დააძნევ შენ მოწინააღმდეგეს. და ესევე ბრძოლას განაგრძობს 76 კილოში ხო? 76 კილოში განაგრძობ ისევე შენ ჩულს? რა თქმა უნდა, 76 კილოში ვაპირე რამოდენიმე ჩხუბი ჩატარებას და მე ვფიქრობ 70-ში გადავიდე. მაგ წონაში ვჩუბობ მეც რომ საძებეკა ვარ სახელი გვარიცმო. შენ თუ ეს ბიჭი ხვალე რინგზე დააძინე. შემდეგი ბრძოლა მე და შენ რო გავმართოთ და ვიჩუბოთ ერთმანეთთან ასე შეიძლება? ან გამოწვევას 76 კილოში, კაროჩე ნებისმიერი მოვიდეს. მე ვარ ერთ-ერთი ძმაო შენ გენაცვალი ბრატ. 76 კილოში ვაპირებ დიდხანს დარჩინას, იმიტომ რომ ახალი მოსული ვარ. ვაპირებ სახელი რო გავუთქვა, ბიჭები არიან ძველი მოჩხუბრები, ვენაცვალი, მაგარი ბიჭები არიან სულ ყველაზე და მინდა რომ სახელი გავუთქვა 76 კილოში, რამოდენიმე ჩხუბი ჩავატარო და მე უეჭველი უნდა გადავიდე 70 კილოში. გაიხარეთ, ჩვენ მე და შენ ერთმანეთს მივესალმეთ, ჩვენი ყურადღებით, ჩვენი პატივისცემით ძმო. არაფერი პირადული ძმო, ისევე რინგზე პატივისცემით, სიყვარული ძმო, მოგმართი ბრატ. როგორც შენაგერ გამორთქვის სურვილი რომ ამის დააძინებდი რა. იგივენაირად მე შენ გეტყვი რომ მე და შენ რინგზე დავდგებით და ბრძოლას გავმართებთ, არანაკლები ბრძოლა წავა მე და შენი ძმო. აი ეგ მინდა, მე ეგ მინდა, ცოტა და მე და შენ ბრატ ერთმანეთთან უჩუბოთ მაშინ. უბრალოდ შენ ეს ჩუბი გაიარეს ბიჭი, ხვალე დააძინე და მე და შენ უჩუბოთ. აი ეხლა უფრო მაგარი სტიმული მომეცი შენ და რომ მეჩხუბე პირდაპირ. შემოგევლე ძმო. ზამი წარმატებებს გისურვებ, უბრალოდ დაგაგაძინოს მართლა ძმო. ჯო 76 მეჩი გაგრძელებას აპირებ კი არა. ხვალვი არ დაამთავრა მოღვაწეობა ფრთხილად იყავი ერთი მაგას გეტყვი რა. ბაზარი არა, ნახოთ ხოლმე. შესანიშნავი, რავი, კითხვები კიდე თუ აღარ არის. მეც რაღაც პირიქით გამამხნევ ამ სიტუაციამ, ხვალინდელი დაძინების პირობებით. რავი, დააბრუნეთ ბიჭებო მიკროფონები და დავაპირისპიროთ ეს მებრძოლები ერთმანეთს. გურამ კვარაცხელია, ლუკა გასიდაშვილი. იყოს. კამერებისკენ. აპლოდისმენტები მებრძოლებს. მაშასე. მესამე ბრძოლა ასევე 76 წონით კილოგრამ კატეგორიაში. აუ, ენა მე 76 კილოგრამში. მაშასე. რატი პაქსაშვილი. ნიკა, გთხოვ ყურადღებით იყავი რა, დროულად მიაწოდე ბიჭებს მიკროფონები. რატისთან რინგს გაიზიარებს მერაბ Desert Eagle გუკასიანი. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. ესე იგი, რატი როგორც წინა ივენთამდე მერაბი საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდა. მერაბი დიდი პაუზის შემდეგ წინა ივენთზე დაგვიბრუნდა და ეხლა მოახშირა დაბრუნებები. ბიჭებო, აბა მოყევით რა. შეახსენე მაყურებელს შენი თავი უპირველეს ყოვლისა რატი? დაუთმობ რა, მე რა მეტი გამოცდილება გაქვს რა, ჩემზე ორჯერ მაინც მეტი ბრძოლა გაქვს და მე ვიტყვი. გამარჯობა, მივესალმები გამას მაყურებელს, ჩემ გულშემატკივრებს. მე რა ვარ გუკასიანი, კი მიცნობ თუ ამრავი ბრძოლა მაქვს უკვე ჩატარებული არ და ბრძოლა მიყვარს. ეს წელიწადი გამარჯვებით დაუწყე და ესე მინდა გავაგრძელო, მაგ შემართებით ვარ. წინა ბრძოლასთან შედარებით კიდე ბევრად უკეთესად ვარ მომზადებული და გამარჯვებას ვაპირებ აუცილებლად და ვნახოთ უფლისნებით როგორ იქნება. მოგესალმებით, მე ვარ რატი პაქსაშვილი. გამაში ჩავატარე ორი ბრძოლა. ერთი ბრძოლა ჩავატარე აი ამ კაცთან ძმაო, რომელიც ეხლა რავი კარგი დაპირისპირება აქვს ნაირთან.
და ღმერთის იმედით თუ გავიარე ეს ბრძოლა კარგად, მინდა რომ ვახოსთან რევანში ჩავნიშნო. 70 კილოში ჩავატარე ვახოსთან. ეხლა 76-ში ჩავედი, იმიტომ რომ 70 კილოს დარტყმები რაღაც არ დამაკმაყოფილი რაღაც ვერ მივიღეს ზიანი და ცოტა წონა მოუმატე და თუ რაღაცა არის და თუ მომცემს რევანშს ვახო, ჩავალ 70-ში და რევანშის ჩხუბი მინდა რა ისევ და. რაც შეეხება მერაბ შენთვის მოემზადე ძმაო. მესამე ბრძოლა არის ჩემი რა და მესამე ბრძოლა იმენა ცოტა სხვანაირად მომემზადე, აი პროფესიონალურად მომემზადე, ესე ვთქვათ, კონკრეტულად ჩემთვის მომემზადე და მინდა რომ მაგარი ჩხუბი ვაჩვენო ხვალ. რა, აი გავაკვირო ხალხი რა ესეთი ჩხუბი მინდა და როგორ გამომივაკიდე ხვალე შეეტყობა დანარჩენს. კი ბატონო, სანახაობრივი ჩხუბი იქნება. უყურე შენ ჩხუბებს. საკმაოდ შემტევი მებრძოლები ჭიხარ და კარგი ბრძოლა გამოგვივა ვფიქრობ. ეგრე იყოს. ჩავატაროთ კაი ბრძოლა. შესანიშნავი. კითხვები ხო არ გვაქვს ბიჭებო? კითხვა აგერ ბატონი ჭავჭავაძისგან. სალამი ორივე მებრძოლს, კარგი ბრძოლას გისურვებთ. რატი მაინტერესებს სად მოემზადე, იმიტომ რომ კონკრეტულად მერაბისთვის მოემზადე როგორც თქვი და ვინ იყვნენ შენი სპარრინგ-პარტნიორები და ასე შემდეგ. მოყევი ცოტა მოემზადე რუსთავში კრივის და ბოქსის გავიარე ბოქსი და კრივი რა. რუსთავში მოემზადე კონკრეტულად არ მინდა ჯერ ვთქვა და როგორ მოემზადე, რა მოემზადე, რაში მომამზადეს, მაგას ხვალე ვიტყვი. შენ ხო პუშკინასთანაც უნდა გებრძოლა და მაგ ბრძოლაზე რა მოხდა, რატო არ შედგა მაინტერესებს? რა მოხდა და ვერ შევთანხმდით ჩვენ და ორგანიზაცია. და ესე მოხდა და მაგრამ არ დავიწყებულა ეგ ბრძოლა, არ არის გაუქმებული და მივიწყებული, მივიწევ მაგ ბრძოლისკენაც. შიშველ მუშტებზე ოღონ. აჰა, და მაინტერესებს ეხლა რატო არ ბძვი მაშ შიშველ მუშტებზე? როგორ? ეხლა რატო არ ბძვი შიშველ მუშტებზე? ჩემი მე არ უნდა მკითხო, იმიტომ რომ მე ნათქვამი მაქვს რომ ვიბძვი მარტო შიშველ მუშტებზე. რავი, კითხე ძმაო ორგანიზაციას. და მერაბს. და კაი, მერაბთან ბრძოლა რამდენი ხანი აიღე? 3 კვირით ადრე ავიღე. აჰა, ნუ ნორმალური დროა მოსამზადებლად. არა, გიორგი რა მართლა ეხლა რატიზე ჭრილი რო არ იყოს, რატიმ ჩაეხსნა მერაბის მეტოქე და რატის შევთავაზეთ, რომ დაეზღვია, ასე ვთქვათ, ეს ბრძოლა. თავიდანვე შეთანხმება იყო ხელთათმანებზე და ამიტომ აღარ შევასხვანაირეთ პირობები და ასე შემდეგ. უბრალოდ შევთავაზეთ რატის იგივე პირობები, რაც წინა მეტოქეს ჰქონდა, მათ შორის პირობებში ხელთათმანები იყო და ამიტომ ეს დავამატებ რა, ეხა შეთანხმებული იყო კეტუსებზე, მაგიტომ დავთანხმდი და შემდეგ ბრძოლებს ავიღებ შიშველ მუშტებზე უეჭველი ყველა ბრძოლას. ხო, და კიდე მე არასდროს არ ვარ უარზე, პირიქით მომხრე ვარ შიშველ მუშტებზე ჩხუბის, მე ჩემი მხრიდან უარი არ ყოფილა რა. ანუ გავაშიშვლოთ? მე არ ვარ წინააღმდეგ. არც მე ვარ მაგაზე წინააღმდეგ. კარგით, მოდით დეტალებზე გავისაუბროთ კონფერენციის მერე, შეიძლება გავაშიშვლოთ ეს ბრძოლა ბიჭები. ბრავო! შეიძლება დალაპარაკება თუ შევთანხმებით. უბრალოდ ახლა ასე ვთქვათ, აგდება სავით რო არ გამომივიდეს, ხო მე მესმის რომ და ჩვენს მაყურებელს ვეთყვი რომ ეხლა ბიჭები მებრძოლები არიან, დამიჯერეთ სულ სხვა ფსიქოტიპის ბიჭები არიან, ყველანაირ გამოწვევისთვის ზად არიან, უმეტესწილად, ნუ სისულელეებზე არ მაქვს საუბარი, ხო? და მით უმეტეს ეხლა კამერების წინ და აუდიტორიის წინ ძნელია რაღაცაზე უარი თქვათ. ამიტომ ჩვენ ესე აწონ-დაწონილ საუბარს ჩავატარებთ, იგივე ძალიან დიდი სხვაობაა მომზადების შორის შიშველ მუშტებზე და ხელთათმანებზე ბრძოლის დროს და ნუ რამდენად მზად არიან ბიჭები ამას გავარკვევთ და შეიძლება, არ აკვირდებით, უბრალოდ შეიძლება ეს ბრძოლა გავაშიშვლოთ, სხვა არაფერი. რავი, კითხვები თუ აღარ გვაქვს, დავაბრუნოთ მიკროფონები. და დაუპირისპიროთ ერთმანეთს მებრძოლები. რატი, პაქსაშვილი, მერაბ, გუკასიანი, კამერებისკენ ბიჭებო. და აპლოდისმენტებით გავაცილოთ ჩვენი მებრძოლები. შესანიშნავი. მაშასე გადავიდეთ მეოთხე ბრძოლაზე და გავზარდოთ, კიდე გავზარდოთ წონითი კატეგორია დარტყმების ტონაში და ზოგადად ბრძოლის გრადუსი. დამიჯერეთ ეს ერთ-ერთი უსასტიკესი ბრძოლა იქნება
სხვა ბრძოლებთან ერთად, თუმცა აი მე პირადად ამ ბრძოლაზე რაღაც ცალკე სისასტიკის იმედები მაქვს. და პირველი მებრძოლი, სპორტსმენი გორიდან, ბადო გოგიჩაშვილი. ბადოსთან რინგს გაიზიარებს ირაკლი მახარაბლიძე. გაგვეცანით ბიჭებო, ბადო, შენით დავიწყებ, გაეცანით ჩვენს მაყურებელს, ცოტა გიცნობს, ბევრი არ გიცნობს, ამიტომ წარადგინეთ. პირველ რიგში მოგესალმებით, რა ვინც მიცნობს, კარგად იციან მე როგორ ჩხუბობ. ვინც არ მიცნობს, იმედია წინაშე ჯიბრით ნახა, კარგად დააკვირდა. ეხლა იმის მერე თლად ძალიან მაგარი ვარჯიში მე ესე არ ვიტყვი რა. ეგრეა რა. ხო, მაგრამ ისე ვარ მომზადებული, რომ ჩემი თავის იმედი ისე მაქვს. კარგ ჩხუბს ვანახებ. შენი ჩხუბიც ვიცი ჩემო ძმაო. ნახე და რავი, ჩემი აზრით არ მგონია 3 რაუნდი გასტანოს, მაგრამ კარგი ჩხუბი გვექნება. წარმატებებს კიდევ გისურვებ, რა თქმა უნდა. მოგესალმებით ყველას. ჩემი სახელია ირაკლი მახარობლიძე. მეორე ბრძოლას ვატარებ გამაში. მომზადებას რაც შეეხება, კარგად ვარ მომზადებული. ყველაფრის ბაზა მაქვს, რაც შეიძლება რომ აქ დამჭირდეს. შენი ჩხუბიც ვნახე. კარგი ბიჭი ხარ, კარგად ჩხუბობ და დარწმუნებულია რომ ხვალ ხალხს კარგ ბრძოლას შევთავაზებთ. ასე რომ გამძლეობას გისურვებ და მე მინდა რომ წეგანო თქვი რომ არ მომზადებული ვარ კარგადო და არ მივარჯიშიაო, ეგ სიტყვები არ ინანო ხვალ. მადლობა რომ გინდა რომ არ ვინანო. სხვათა შორის ორივეს ერთ-ერთი ბრძოლა გაქვს ჩატარებული გამას, ერთს ოქტაგონზე, მეორეს საბურავებში, თუმცა ერთი და იგივე მეტოქე გაიარეთ. ზურა ზაქაიძე, ორივემ დროზე ადრე დაამთავრეთ ეს ბრძოლა. არ მახსოვს რომელმა უფრო ადრე დაამთავრეთ, ოღონდ და რას ფიქრობთ კონკრეტულად? მე ჩემი აზრები მაქვს, მაგრამ თქვენი სიტყვა, თქვენი აზრიც მაინტერესებს რა. შენი უპირატესობა ბადო რა არის ირაკლის წინაშე და ირაკლი შენი უპირატესობა ბადოს წინაშე. ანუ რის ხარჯზე აპირებთ ამ ბრძოლის წაღებას? ფიზიკა პირველ რიგში, ტექნიკა და გამძლეობა. ეს გამოჩნდა იქიდან, რომ როდესაც მე ჩხუბიდან გამოვედი, საერთოდ არანაირი ზიანი არ მქონია. და ისე დავამთავრე ჩხუბი, რომ თავს გრძნობდი შესანიშნავად. და აქედან გამომდინარე ვიძახი იმას, რომ შენ როდესაც ჩხუბი დაასრულე, საკმაოდ კარგი ზიანი ხონდა მიღებული. ორივეს რა თქმა უნდა პატივს გცემთ, მაგრამ ჩემი აზრით იმ ბიჭმა რა დარტყმებიც მე გამიტარა, მაგისი ძალა ჩემთვის არაფერს არ ნიშნავდა. აქედან გამომდინარე, მაგან თუ შენ ეგ ძალა გაქვს, თუ შენ მაგან თავისი ძალა გაგრძნობინა, დამასრულებინე და მე თქვი შენი აზრი. თუ მაგისი ძალა შენ ეგეთ ზიანს გაყენებს და ეგეთ ტრამვებს გაყენებს, მე შენ პირობას გაძლევ, ხვალ შენ აქ დაიძინებ. იმიტომ რომ მე მაგ ბიჭზე ბევრად მეტი ძალა მაქვს. ბალიშად წავომიღებ? ბალის წავომიღებ? საბანსაც მოგართმევ. რას მომართმევ? საბანს. კარგად რომ დაიძინო. შენ კუთხის თანდათან. აი, წარმატებებს გისურვებ, ხა რამდენი გელაპარაკო ესე და მოდი, ჯანზე, ესე იგი, ჯანზე ხარ, ჩემზე მეტი ტექნიკა გაქვს, ეგრეთ ვთვლი, ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვს და ჩემზე ჯანზეც ხარ, ეგრეთ ვთვლი. სწორად გაიგე ყველაფერი. ხო, მაგას გეუბნები. წარმატებებს გისურვებ, ბალის საბანი არ დაგავიწყოთ. შესანიშნავი, მე მგონი კითხვები ხო არ გაქვთ ვინმეს პატივცემული აუდიტორია. შეკითხვა არავის არ აქვს. მიკროფონები დავაბრუნოთ, გთხოვთ და პირისპირ. დაძაბულობა ნაღდათ იგრძნობა, დაიმუხტა ჰაერი, ბადო გოგიჩაშვილი, ირაკლი მახარაბლიძე. მეტი აპლოდისმენტები ამ ბიჭებს. შესანიშნავი. დამბურძგლა. ლაკი რო არ მესხას, თმები ყალყზე დამადგებოდა.
რა ვიცი, არაერთ პრეს კონფერენციის დროს აქეთიკიდან მომხვედრია და მაგაზე მქონდა ახლა მეთქი ნეტა არ დააყარო ნამათმა. რა გააშველებს? გიგაც აქ არ არის. კარგი, ნახდათ დაიძაბა და დაიმუხტა ჰაერი და ამ მუხტით გავაგრძელებთ და ესე იგი, ორი როგორც მებრძოლების სლენგზე ვიტყვი, ლევან მოიწიე რა. ხო, კარგი, კამერამენმა გაგაძევა, კარგი. მაშასე, ორი ჩეხავიკი. ეს ხვიცი ლიტერატურული სიტყვა არ არის, მაგრამ აი ყველა ეს ხალხი ეგრე ლაპარაკობს, ამიტომ მეც გავითავისე. ესე იგი, პირველი მებრძოლი დავით ხაბალხან ხაბალაშვილი. ნიკა ბერსერკერ ბარსაგიანი. ბიჭებო, ორივე ჩვენ მაყურებლისთვის ცნობილი ხართ როგორც აი უდრეკი, სულ მიუხედავად ყველაფრისა წინ მიიწევთ, სუჩეხაობთ, ამიტომაც ასე ძალიან გვიყვარხართ და ასეთი დიდი თბილი ადგილი გაქვთ ჩვენს მაყურებლის გულში მოპოვებული. რას ურაც ველოდოთ, ანუ წარადგინეთ ჯერ თქვენი თავები და მოგვიყევით რა, რას აპირებთ, მეტოქეს რას უპირებთ და ასე შემდეგ. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მე ვარ ნიკა ბარსეგიანი, თელავის რაიონის სოფელი ნაფარეული და ნაკედან კახეთს მოკითხვა. პირველ რიგში გამიხარდა ესეთი მაგარი მებრძოლი რო დამედგა წინ. თან ჩემნაირი მოჩიხეოია, როგორც ვიცი, ნახე მისი ჭუბები და ძალიან მომეწონა. ხვალ აქ იმენას ძალიან ბევრი სისხლი დაიღურება და მაგარ ჩეხაობას ვაპირებ და დარწმუნებული ვარ, შენგანაც სანაგილოგიური იქნება და გენაცვალე ძმაო, პატივისცემა ყოველთვის. პატივისცემა და სისხლი და ჩეხაობა ყოველთვის. თან პატივისცემა ოღონ აუცილებლად. რა თქმა უნდა. პირველ რიგში პატივისცემა და მე ანარჩე. მოგესალმებით ყველას, დავითი ვარ მე ხაბალაშვილი. არაერთხელ მეჩხუბია ამ რინგზე, არაერთხელ ყოფილა ხათაბალა ამ რინგზე და რავი ჩეხაობა ყველა მოჩეხავად მიცნობს, მაგრამ მაქვს სხვათა შორის ესეთი ტექნიკაც და სკილებიც, რომ ანუ პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ჩხუბზე რაღაცნაირად უფრო მშვიდად ვარ, ფსიქოლოგიურად კარგად ვარ, მომწონს აურა, ბაკურიანი, თოლი, მთები, მშვიდად ვარ უფრო და ხვალ, რავი, შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ ჩხუბს, მონატრებული ვარ ჩხუბს, ცოტა ტრავმებიც მქონდა, დიდხანს გამიგრძელდა მომზადება, ასე ვთქვათ, მაგრამ ხვალ იქნება ნამდვილად ცეცხლი ჩხუბი ვექნება. პირდებით. მე ძალიან მიხარია კიდე ერთი ამის დამატება მინდა, რომ პაკრაშკებში მიწევს პირველად ჩხუბი რა და ძალიან გასწორებულში ვარ, იმიტომ რომ სამივე ჩხუბი მომიწია ოქტაგონზე. და ეხლა პირველად მიწევს და რაღაც ახალი ხილიც არის და ჩემთვის უფრო სასიამოვნოა, რომ ესეთი პატარა სივრცეა და უფრო მეტად შევძლებთ და უფრო კარგად შევძლებთ ჩხუბს. კი ბატონო. სასირბილოდ დიდი არ არის. სირბილს არავინ აპირებს. შესანიშნავი. ნახდათ. რავი, მე მგონი დასამატებელი ნაკლებია. ერთადერთი, ასე ვთქვათ, ჩემთვის საკითხია ბექფისტი რამდენჯერ გამოიყენება ხვალინდელ. ხავ რა, ისეთებს ატრიალებს. ბექფისტი საფირმოა, ხა უოჭველი იქნება, მაგრამ რამდენი არ ვიცი. მე პირადად გამომიცდია არაერთხელ სხვათა შორის და რავი, მე ძალიან მაგარ ბრძოლას ველი. ეხა ბიჭების აი ნახდათ ორივეს ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს და ვფიქრობ რომ ძალიან თანაბარი, ძალიან ინტრიგით ახსავსე, უმაგრესი ბრძოლა იქნება, თვალი არ დაახამხამოთ, შეიძლება მე-4, მე-5 რაუნდიც დაემატოს, შეიძლება პირველივეში დამთავრდეს, თუმცა ამათ ხასიათიდან გამომდინარე არ ამგონია, მაგრამ ამ ჩხუბში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ სისხლის საბანო იქნება, ამიტომ ხვალინდელ დღეს ველი. კიდევ ერთი რამის დამატება. დავაბრუნოთ მაშინ მიკროფონი. კი ბატონო. ერთი რა თქონაცა მაქვს, ეს არის ის, რომ სისხლის და გამო ბრძოლა არ გამიჩევთ. არანაირად.
ბიჭო, მე რატომ მქონია გამოცდილება ასე დროს და არავის არ გირჩევთ და არ გააჩეროთ ბრძოლა უბრალოდ, მაგრამ ეხლა ექიმმა ბრძოლა თუ გაგიჩერათ ერთად სამივე მივწევთ. ჩემი გაჩერება ხო გახსოვს როგორც გამიჩერეთ. მე ასე გადაწყვეტილებებს, არ ვღებულობ. ის არის, აი საჯს განახვევთ, ქულებს ეგითulis, თუ რამე აღონ კარგად ჩხუბობს. ბოლომდე ბრძოლა მეჩვენა. შენს გარეშე აჩერებს ბრძოლას, ყოველას თავისი როლი აქვს. მე ხვალ უბრალოდ ყვირი ვარ, მაქსიმუმ ჩემი ემოციები გამოვხატო. სხვა ისეთი არაფერი და ჩემი შერჩეულები ხართ როგორც მატჩმეიკერის. ამიტომ ექიმს უთხარით რომ ბრძოლა არ გააჩეროთ, ხვალ მიგანიშნებთ ვინ იქნება და სხვა რა გითხრათ. უბრალოდ აგერ მოიცა საჭსაკ ბიჭებო წესებს რო ხსნი ხოლმე მაშინ გეუბნებით რომ რინგზე რეფერი ვინც არის ის არის მთავარი ის იღებს გადაწყვეტილებას და როდესაც ექიმთან მოდის საქმე ექიმს აქვს იგი პასუხისგებლობა თქვენ ჯანმრთელობაზე თქვენ შეიძლება არ განაღლებთ ეგ მაგრამ ექიმის პასუხისგებლობა მაგის მოვალეობა და იქიდან გამომდინარე რა ზიანი გაქვთ მიღებული მანდა გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას ამიტომ თქვენ რო ზიანი მოგადგეს ექიმს ეგ არ უღირს არც ორგანიზაციას და ჯობია ბრძოლა გაჩერდეს და შემდეგ სარევანშო იჩხუბოთ ვიდრე აქ ისე ტრავმა მიიღო რომ ცხოვრებაში აღარ იჩხუბო ამიტომ ეგრე რო არ გააჩეროთ არა თუ საჭირო იქნება არ გააჩერებს თუ არ იქნება საჭირო მაშინ გააჩერებს ნუ იდეაში მე პირადად მაგაზე საერთოდ დავფიქრობ ხა ექიმზე იმდენი გულშემატკივრით ვარ წამოდგენილი უბრალოდ შანსი არა აი ვერ წავაგებ და ვერანაირად ანუ ასე მეცნიერებად მე გამარჯვების თინა ვარ მოსული და გამარჯვების გენაცვალე გულში უბრალოდ კი ბატონო გამარცხება აუცილებლად ხვალნახავ არა ბიჭებო აქვე მე მომენტს ვიხელთებ და ჩვენს მაყურებელს მიმართავ რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან სისხლიანი ძალიან ტრავმიანი სპორტია და ასეთი ბოლომდე ჩამჭერი ბიჭები ყავს რომელსაც არც ტრავმა არც სისხლი არაფერი არ აშინებთ ჩვენ ასე ვთქვათ მაქსიმალურად ვეხმარებით ბრძოლის მერე მართლა ახლა ღია ტრავმით არავინ არ დაგვიტოვია იგივე ერთ-ერთი მაგალითია ბოლოს დიდი ზიანი ვინც მიიღო ეს იყო ხეზრეთ გოშჯანოვი მან მყესები გაიწყვიტა ხელზე და გამა ფონდის მეშვეობით სრულიად დაუფინანსეთ ოპერაცია და ეს მხოლოდ ერთი და მცირე მაგალითია იმის თუ რამდენ ბიჭს დავეხმარეთ უბრალოდ რა ვიცი მე მგონი ამით ხარაობა არ ღირს უბრალოდ მინდა რომ მოგიწოდოთ ყოველივე თქვენ მებრძოლებს ყოველივე თქვენ მაყურებელს და ჩვენს გულშემატკივარს რომ ყველას გვაქვს რაღაც მცირე საშუალებას ერთი ლარიც გამას ფონდში რომ ასე ვთქვათ გაგვიზიაროთ ეს უპირველეს ყოვლისა ბიჭების აღდგენას და მათ ისევ საბრძოლო მდგომარეობაში დაბრუნებას ხმარდება. ამიტომ გამაფოთ, ნუ დარჩებით გულგრილები. ჩვენ მებრძოლები კიდევ უფრო გავამაგროთ და ზურგი გავამაგროთ ჩვენს ფონდის მეშვეობით. თქვენ კი ბიჭებო, დააბრუნეთ მიკროფონები და დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. ნიკა ბარსაგიანი, დავით ხაბალაშვილი კამერებისკენ აპლოდისმენტები ბიჭებს შემდეგი ბრძოლა აი სისასტიკეები წამოვიდოცა ცარიელი სისასტიკეები მაშასე შემდეგი ბრძოლა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მებრძოლი თეთრ კუთხეში მერაბ გელაშვილი მერაბი რინგს გაიზიარებს გურამ ვენომ სულაბერიძე გამარჯობა ბიჭებო ძალიან მიხარია თქვენი რინგზე ისევ ნახვა გურამ შენ სულ ცოტა ხნის წინ ნუ არც ისე ცოტა ხნის წინ მაგრამ მაგარი ბრძოლა მოგვიწყე მერაბ
შენ თავი მოგვანატრე და რავი, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის ამ ბრძოლის ხვალ ყურება. აი თუ ვინ წაიყვანს, თუ გურამი ჩაითრევს თავის სტიქიაში ამ უსასტიკეს გასვლებში, თუ შენ ცივსისხლიან დისტანციაზე მიმოცვლაში, ჩემთვის ძალიან დიდი ინტრიგაა, თუმცა უკვე გავეკეცი მოვლენებს წინ და მოყევით თქვენ შესახებ მაყურებელს შეახსენეთ, ბევრი ახალი მაყურებელი ყავს, უკვე თითქმის 120,000 ვართ, შეგვემატა ხალხი და მერაბ დავიწყოთ შენი წარადგინე თავი და რას გვიპირებ ხვალ, რას უპირებ გურამის მოგვიყევი. პირველ რიგში დაგავიწყდეთ ჩემი ზედმეტსახელი Deadshot. Deadshot, კი ბატონო, ეს შემთხვევით ხომ არ არის. Deadshot. რა მინდა თქვა, პირველ რიგში დავიწყებ გურამისგან, ანუ პატივისცემა. ნახე შენი ბრძოლები ძმაო, ძალიან კაი ბიჭი ხარ, რავი, პატივს გცემ და ალბათ ძალიან კაი ბრძოლა შევატარებთ რა, ესე მგონია, იმიტომ რომ შენი ბრძოლები ნახე, ძალიან კარგად ჩხუბობ. მოჩეხავე ბიჭი ხარ, როგორც ვიცი ხო, როგორც ნახე ბრძოლები, რამოდენიმეჯერ უყურე და რა ვფიქრობ, დისტანციაზე კარგად გავუმკლავდები რა. კარგად მოვემზადე, დახმარებას მიწევდა აგერ ჩემი ძმაკაცი, ჩემი ძმა ალექსანდრე ელბაქიძე, რომელიც სულ მხარში მიდგას ჩემ მომზადებაში, ასევე Prime Boxing კლუბს უნდა გადაუხადო დიდი მადლობა ჩემ მომზადებაში და რავი, ჩემს მაქსიმუმს შევდებ ხვალ რა, ჩემ ჯგუფში. სულ ეს იყო რაც მინდა მეთქვა. მოგესალმებით ყველას, მე ვარ გურამ სულაბერძე, ვენომი. რაც შეეხება ჩემ ხვალინდელ ბრძოლას, ჩემი ბოლო ბრძოლა წავიყვანე უფრო ტექნიკის ხარჯზე, ვიფიქრე ტექნიკურად ვიჩხუბებ თქო, მაგრამ მე ტექნიკაში იმდენად არ მიმართლებს და მოდი, როგორც მე მიმართლებს, ისე ვიჩხუბებ. ანუ ვენომი როგორც ჩხუბობს, ყველა მიცის, რატოც უყვარს ხალხს ვენომი, ეგეც ყველა მიცის, დაუდგები და ვიჩხუბებ. და კიდე ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი მაქვს შეტანილი ჩემ მომზადებაში და ძალიან ბევრი სიურპრიზი დაგვხვდებათ გამას მაყურებლებს. კიდევ ერთი დიდ მადლობას გადავუხდი Royal Fitness. Royal Fitness-ში გავდივარ მომზადებას. ყველანაირად ხელს მიწყობენ, მეხმარებიან რომ საუკეთესოდ მოვემზადო და კარგი შედეგი დავდო აქ. შესანიშნავი. როგორ ფიქრობთ? მე პირადად ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პრეტენდენტია, რეალური პრეტენდენტი ბონუსებზე. ანუ როგორც მოგეხსენებათ, 7 ბონუსია, ხო და როგორ ფიქრობთ? ნოკაუტის ბონუსს წაიღებთ თუ საღამოს ბრძოლას ჩემთვის ყველაზე დიდი ეს არის ეგ საკითხი. ერთი უნდა ვთქვა კიდე, ამ ბიჭის ბრძოლა, მერავის ბრძოლა რომ ნახე პირველად კონტენტერებში იჩხუბა, უყურებდი და ვთქვი რომ საჩემო ბიჭია მეთქი. აი მაშინვე ვიცოდი რატომღაც რომ ჩვენ ვიჩხუბებდით და ძალიან მაგარი სანახაობა იქნება, დარწმუნებული ვარ. გაცვლებში დამიდგება, არ გაიქცევა. მე მაგალითად ისე მოვემზადე ამ ბრძოლისთვის, მე პირველი წამიდან მოვალ და დავდგები და შევთავაზებ რომ ვიჩხუბოთ. დანარჩენი ჩემო ძმაო, შენ გადაწყვიტე, მე ჩხუბები თუ მე გამოვყვე. აუცილებლად გამოვყვები ყველაფერში. ძალიან კაი. თან ფიზიკურად ვარ მომზადებული კარგად, ეგეც უნდა აღვნიშნო. ხო, დღეს სასწორზე რო გნახე ნახდათ, აი პირველი ბრძოლა რო გაიხსენე, იმის მერე აღსანიშნავია მერაბის ფიზიკური ფორმა რამდენად შეიცვალა, ვიზუალურად როგორც მინიმუმ. სულ სხვა კაცი დადგა. ნუ ჩანს რომ ეს მერაბი ნახდათ მუშაობს თავის ფიზიკურ ფორმაზე და თავის თავზე. თუმცა ხვალ გავარკვევთ თუ ვისი ფიზიკური ფორმა აჯობებს და ვისი ჩხუბის სტილი და ტექნიკა. რა ბიჭებო, შეკითხვა ხო არ გაქვთ ვინმეს? არანაირი კითხვები აღარ არსებობს. დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. მერაბ, Deadshot, გელაშვილი, გურამ, ვენომ, სულაბერიძე. შესანიშნავი, ვაიმე ეს ამ ტელეფონებში ხო? შემდეგ ბრძოლაზე გადავიდეთ და ეს იქნება
გრან-პრის ბრძოლები 62.5 კილოგრამში. და მე მინდა წარმოვადგინო თქვენთვის უკვე ცნობილი გიგა თაბუკაშვილი, რომელიც რინგს გაიზიარებს ლევან ტყვია-გაუნტარი იანკოშვილი მეგობრებო. გითხარით აბა რა ხდება, ხვალ რა მოხდება, იწინასწარმეტყველეთ ცოტა ჯენტლმენები. მოგესალმებით ყველას. მე ლევანი ვარ იანკოშვილი, ტყვია-გაუნტარს მეძახიან. და ამ ეტაპზე ვშუქობთ მე და გიგა 62-ის ფინალში გადასასვლელზე. მოვემზადეთ ჩვეულებრივად, როგორც ვემზადები ხოლმე, ღმერთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ველოდები ისევ კლასიკურად სტილისტიკურ დაპირების პირებას და დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მაგარ ჩხუბს ვანახებთ და მაგას შეჭერთ მეპარება. მოგესალმებით ყველას, მე ვარ გიგა თაბუკაშვილი. მოხარული ვარ, რომ მიხარი ასეთ სპორტსმენთან რომ იწევს რინგის გაზიარება. ამაყი ვარ, მე რაც არ უნდა მოხდეს ხვალ ამ ჩხუბზე, მე ამაყი გავალ ამ რინგიდან და ვიცი რომ ისეთ ბიჭ ვეჩხუბები და ისეთ ბიჭთან მაქვს ბრძოლა, რომ არ უნდა ვიყო თავდახლი არ გავალ რა რინგიდან რა რაც არ უნდა მოხდეს. ასე რომ მომზადებული, კარგი მომზადებული ვარ, ყველაფრისთვის მზად ვარ. კარგი მომზადება გავიარე გიორგი ქიმაესთან და მზადა ვარ რა, მინდა რომ ვანახო კარგი ჩხუბი რა, სანახაობა. პატივისცემა ჩემგან ხო? წარმატებები და ვანახოთ მაგარი შოუ ხვალე. ვეცდები რომ ძალიან მაგარი ჩხუბი ვანახოთ. ასე რომ ველოდები ხვალინდელ დღეს ყველამ დიდი მოლოდინით. ჩვენც დიდი მოლოდინით ვართ ხვალინდელი დღისთვის. შეკითხვები არ არის. ჩვენს მაყურებელს მე მინდა ჩემგან უთხრა და გიგა შენს გითხრა. რავი, რაღაცნაირად მე მგონი ცოტა გეწყინა კიდევაც ჩემი ასე ვთქვათ ემოციური გამოსვლა. გიგა, მე შენს მიერ როგორც მაშინ გითხარი, ქედის მოხრით, მხოლოდ პატივისცემა, მხოლოდ რავი, სიამაყე, რომ ასეთი დიდი გულის და ასეთი მებრძოლი ყველანაირად ვაჟკაცი ადამიანი ჩვენს ორგანიზაციაშია და აქ იბრძვის ღრის სისხლს და ოფლს. უბრალოდ მე პრეტენზია მით უმეტეს შენსადმი ამ მქონია. მე უბრალოდ დავაფიქსირე მაშინ ჩემი აზრი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ორგანიზაციაში მსაჯები იმისთვის არის, რომ იმსაჯონ და მსაჯებმა გადაწყვიტეს და ჩვენ ეს გადაწყვეტილება არანაირად არ შეგვიცვლია. უბრალოდ კაცო შეიძლება აზრი გააჩნდეს. იმ ბრძოლაში, მე გამოვთქვი ჩემი აზრი, აღარ გავიმეორებ, უბრალოდ იცოდე რომ მე პირიქით ვამაყობ შენით და არანაირი შეურაცხყოფის მოყენება და მით უმეტეს წეინება ნახდათ არ მინდოდა. მაყურებელს მინდა რომ უთხრა რომ მე გიგათ ვამაყობ და ძალიან მიხარია რომ ეს მებრძოლი ჩვენთან ერთად არის და აქ იბრძვის და მაგრად იბრძვის. რამ ხელაზრდა გააკეთა აღსანიშნავია. 4-0-ზე, ხო? 4-0-ზე. ეს ყველა გამაში 4-0-ზე. ეს ასეთი ადვილი მისაღწევი არ არის. ამიტომ კიდევ აპლოდისმენტები, ხო? ერთი რამე მინდა დავამატო, მე ვარ 56 კილოს მებრძოლი და რაც არ უნდა მოხდეს ამ ჩხუბში, მე ვაპირებ შემდეგში 56 კილოს ქამრისთვის ბრძოლას. და ვეცდები რომ გავხდე 56 ჩემპიონი. წარმატებები ძმაო მანდაც. შესანიშნავი. დაუპირისპიროთ მებრძოლე. წარმატებები ყველა მებრძოლს და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს. გიგა თაბუკაშვილი, ლევან იანკოშვილი. აპლოდისმენტებით გავაცილოთ. ჩვენი მებრძოლი ვაჟკაცები. მეგობრებო, მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ შემდეგი რიგითი ბრძოლა იქნება კოტე ზომბიჩკადუა vs საბა კვიჟინაძე და
შეიძლება ბაქარ ხო ან ბაქარგელელი ისე ვარდები რომ შანსს არ მიტოვებ უიტოქში ბაქარის და საბას შორის მოგებული ეჩხუბება კოტეს და ეს იქნება ბოლოს წინაბრძოლა ჩვენი ვენზე და ახლა კი დიდი სიამოვნებით წარმოადგენ main events ეს არის Grand Prix ნახევარფინალის ბრძოლა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პირველი მებრძოლი ნაირ ახალქალაქელი მელიქიანი და ნაირთან რინგს გაიზიარებს ვახო ციკლაური ბიჭებო აბა მოგვიყევით რას აპირებთ ამ ბრძოლაში რა სურათი გველის ხვალ და ზოგადად რა გეგმები გაქვთ გამაში ნაირ შენით დავიწყოთ მოგესალმებით ყველას მე ვარ ნაირ მელიქյան ես կամ եմ ճանաչել եմ Երգոբոյ հաղթել եմ Երգոբոյս ուզեմ პირველად ասեմ որ իրան հորեղբորոջ մահվան կապակցությամբ ցավակցեմ իրան թող Աստված ոգին լուսավորե Մոգեսալմებით მე ვარ ნაირ მელიქიანი კამაში ჩავატარე ორი ბრძოლა ორი მევოვიგე პირველ რიგში მინდა გავაზიარო ციკლაურს იმიტომ რომ ბიძამისი გარდაიცვალა Ekvan общий боец куда мы кинчади ашхадинг общий уже давай я скянки мечем терагана дениран лав манче инч семьяс Цус куда скянки мечем терагана дем сапериндерус то хавта лава гойне инч сем Хвала ჩვენებს ჭუბი როგორ მზად ვარ მე არავის ჩემ მოწინააღმდეგეს ნაკლებს არ დავაფასებ ყველა გაიბიჯია ვინც აქ შემოდის და ხვალ გაჩვენებ როგორ მზად ვარ მოგესალმებით მე კიდევ ერთხელ ვახო ვარ ციკლაური ამას მებრძოლი მე Facebook-ზე თავისთავად ინტერნეტი ისეთი რაღაცაა მაგარი ჭორიკანა რაღაცა არის და ყველა ხვდება რა იქ პროგნოზები იქ ყველა ადამიანი ვინ რა თავისი ვის რა აზრი გააჩნია და ეს აზრი ყველას თავისი გააჩნია რა თქმა უნდა როგორც მე და როგორც წეგან იყო რა რაღაცაზე პატარა შეკამათება მაგრამ დაულაგდით ეს შეულებრივი თემა არის ჩვენ იმიტომ რომ ვიცით სპორტი ვიცით ანუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე ვიცით ჩემი დიდი პატივისცემა ნაირს არანაირი საპირისპირო არაფერი არ მაქვს ამ ადამიანთან უბრალოდ იმის გარდა რომ რინგზე როცა შემოვა ჩემი მტერია ყველა და რინგის გარეთ ყველასთან შევეცდები ვიმეგობრო ვიახლობრო ეს უკვე რინგის გარეთ ვინ როგორ მიჩვენებს თავის თავს და ვინ როგორ წარმოაჩენს რა თქმა უნდა ეხლა მეორე საკითხი კიდე რა ანდერდოგი რო ვარ ეს რა ყველა ბრძოლაში თითქმის ესე არის მაგაზე საერთოდ არც მაქვს პრეტენზია და არანაირი საერთოდ ჩემთვის დაბკოლებას არ წარმოადგენს არც არავის აღნაგობა და არც არავისი გამოცდილება და ასი ბრძოლა ჩემთვის არაფერი არ არის შევთავაზებ იგივე კლასს რაც თვითონ გააჩნია უყვარს შეხაობა მეც მიყვარს შეხაობა მან გძნობ თავს კომფორტულად იმიტომ რომ არ ვარ პროფესიონალი არც მოკრივე არც მოაიტაის მებრძოლი არც კინგბოქსერი უბრალოდ ვარ ქუჩიდან მოსული უბრალოდ ვარ მე აი ასე აი აქ განვითარებული ვარ კიო იცი ანუ ჩემი პირველი გამაში სპარინგი და იქიდან მოვდივარ აქამდე არც ტრენერი მყოლია მე რომ იქ რაღაცა გამეარა და რაღაცა განსაკუთრებული შემეძინა არც 3 და 4 კაცი არ მომზადებდა მე ვემზადებოდი ჩემით მეხმარებოდა ორი ადამიანი ზოგჯერ როცა კონდათ მას დრო როცა არა მე ჩემს თავს ვაქცევდი ყურადღებას მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი თავისი მედი მაქვს და აქამდე მასე მოვედი ამის იქითაც ეგრე წავალ მე რა და
ყველა ადამიანს კი ვიღაცას ჩემთან ჭუბი უნდა მომავალში ვიღაცას ჩემი გამოწვევა უნდა რა თქმა უნდა არასდროს უკან არ დამიხევია კაც აგერ ვარ და ვიჭუბებ ნებისმიერ ადამიანთან უბრალოდ ეხა ისეთი მაგარი მეტოქი მყავს რომ მისთვის ვარ მომზადებული გონიურულადაც ფიზიკურადაც და ყველანაირად რა ყველაფერი მინდა აი აქ ჩავდო რა მედანაირმა მინდა რომ მაგარი ბრძოლა ვაჩვენოთ მინდა რომ ის გაცვლები იმენა რაც მე ვნახე მისიდან რა გაიმეორო სხვა რომ მეც ორმაგი დაუბრუნო რა და ვის უფრო მეტი გამძლეობა ექნება გადაწყდება აქვს რინგი გადაწყვეტავს რა დანარჩენი კიდე აი მე დარწმუნებული ვარ რომ როგორც ჩემი სისხლი დაიღრება არანაკლები არ დაიღრება მისგანაც რა იმიტომ რომ მეც მაგ ძვალი მუშზე და მეც ვიცი რა როგორ უნდა დავარტყა ძლიერი დარტყმა ჩემს მოწინააღმდეგეს რა კარგი აღნაგობა აქვს ამბის კარგი ადამიანია მე პატარა ვიდეოც ჩავწერე და სადაც აღნიშნე კიდევაც რომ ძალიან მაგარი დამოკიდებულება აქვს თავის მეტოქეების მიმართ ეს ყველას არ გააჩნია მე რასაც უყურებ რა ეს აუცილებელი არის ნუ ეს უნდა კონდეს ვაჟკაც ადამიანს მეომარს მით უმეტეს იმიტომ ვარ ჩვენ სპორტსმენები და იმიტომ ვდგებით თან შიშველ ხელებზე როცა ჭყობ აქ უკვე რისკი იმ ხელაზე იზრდება აქ გამოცდილებას არანაირი აზრი არ აქვს შეიძლება ისე გაიქნიო ხელი სულ პატარა ადამიანმა ისე დაგაგდოს ვერც გაიგებ ანუ აქ უკვე ვაჟკაცობა არის აქ ვინ გაუძლებს ეგ არის უკვე და მოდი გადაწყვიტოს მაშინ ხვალინდელ დღემ ვინ გაუძლებს გადაწყვიტოს ჩვენმა მუშტება მე ამათი იმედი მაქვს თელი ჩემი ცხოვრება აქამდე ასე მოვედი და ამის იქითაც ასე წავალ რა ხელთათმანებით იქნება თუ შიშველი ხელებით აქ ვარ ვისაც უნდა როგორც უნდა მობრძანდეს დავხვდები კეთილი იყოს ყველას აქ მობრძანება მაგრამ ყველა ჩემი მტერია რინგზე გარეთ ყველას გენაცვალეთ ყველა მაგრად მიყვარხარ გამაში მე ერთი დიდი ოჯახი შევიძინე ამას კიდე აღნიშნავ მადლობა შეიგიო უპირველეს ყოვლისა ყველაზე პირველი შენ გაგიცანი შენ მომეცი საშუალება რომ აი აქამდე მოვსულიყავი ხვალ მე მეშვიდე ბრძოლას ჩავატარებ რა და ეს უბრალო არ არის ყველგან არ შეუძლია რა ადამიანს რომ აი ასე წარმოაჩინოს თავისთავი რა მე უკვე ჩემს უბანში ხო ყველა მიცნობს რა თქმა უნდა ჩემს ქალაქში ბევრი მიცნობს და სადაც მე დავდივარ პატარა ბავშვებისგან იმხელა ემოციებს ვიღებ ხოლმე მიხარია და ბევრი ისეთი ადამიანისგან ვისაც ჩემზე მეტი მიღწევა აქვს მაგრამ მე მიცნობე როგორც ვაჟკაც ადამიანს რა არა იმიტომ რომ ვიღაცასთან ტლიკინებ არა იმიტომ რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ ვაჟკაცურად რა და მთელი ჩემი ცხოვრება ასე გავაკეთებ რა სანამ პირში სული მეთგმევა ვიბრძოლებ დავუდგები ნაირსაც და უფრო მაგარ ბიჭებსაც და უფრო ნაკლებ ბიჭებსაც იმიტომ რომ მინდა რომ ყველას კონდეს საშუალება თავისთავი წარმოაჩინოს რა ეს არის ჩვენი ცხოვრება ეს არის ჩვენი სტილი და ეს არის ჩვენი ვაჟკაცობა მე ასე ვცხოვრობ ყოველ შემთხვევაში და ასე მარტო რინგი არ არის ცხოვრება რინგი იმის გარეთაც არის ანუ ცხოვრება რინგის გარეთ რო გავალთ ერთმანეთთან უნდა ვიყოთ ისე როგორც შეგვეფერება რა მადლობა ყველას ბიჭებო მადლობა იმისათვის რომ მე გაგიცანით ყველა თითოეული თქვენთაგანი მებრძოლი თითოეული იმ ადამიანს მადლობა ვინც მე გულშემატკივრობს და ვინც ყველა თითოეული თქვენთაგანს გულშემატკივრობთ იმიტომ რომ ჩვენს გულშემატკივარზე ძალიან ბევრია დამოკიდებული რა ჩემთვის ყველაზე მეცნიშნავს ადამიანის დამოკიდებულება და კეთილი სურვილები და ჩემი კეთილი სურვილი ამ ადამიანს მომავალში წარმატება ბევრი და ყველა ადამიანს კიდე აი აქ ვინც არის ვინც ხვალ იბრძოლებს და ვინც უნდა იბრძოლოს მომავალში კიდე რა ძალიან მაგარ ბრძოლას კიდე მეტანაირი იმენა აქ დავდებ ყველაფერს მე ჩემს თავს დავდება აქ რა გავაკეთო მეტი რაც შემიძლია აგერ ვარ ძმაო და აგერ ხარ და დანარჩენი მოდი უკვე რომ გადაწყვიტოს და იმ რაუნდების რაოდენობამ რა და ის ჩვენმა მუშტებმა რა Elbanı çaga vinçorka bekfan boroşega harca vinçse sana. O stva satmeli არის ყველაფერი გაიჩნდება რა ვინ რა როგორ და ვაჟკაცურად ამბობს ნახოთ რა ხვალ რა იქნება შესანიშნავი გულის ფანს გალითველით ხვალინდელ დღეს დაუპირისპიროთ ბიჭები ერთმანეთს ვახო ზიგლაური ნაირ მელიქიანი კამერებისკენ ბიჭებო კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს მეგობრებო, სულ ეს იყო დღევანდელი ჩვენი პრესკონფერენცია. შეგახსენებთ, რომ ხვალ აქ ხანძარს მოვახდენთ. ჩვენი საგიჟეთი მოხდება ბაკურიანში მეორეჯერ უკვე. გამა, Hateful Eight, უღრმესი მადლობა ყველა, ვინ ჩვენთან ერთად ხარ. არ დაგავიწყდეთ, ხვალ ჩვენთან დარჩეთ. Yes.